მარტო შორეულ კუნძულზე არც საჭმელი, არც დახმარება, ჩემს გარშემო ყველგან ზვიგენები იყვნენ. ერთი მიზანი, იმდენი ცხოველის დაჭერა რომ გადარჩე. პირდაპირ ეხლა დავკარგე ჩემი შუბი და ეს გადარჩენის თავგადასავალი სწორედ ეხლა იწყება. შვიდის შემდეგ ძმაო. ეხლა პირდაპირ ამ მიყრუებულ კუნძულზე დაგვაგდეს და აქ უნდა გადავრჩეთ. ამ მისიაზე საჭმელი არ გვაქვს, მხოლოდ ცოტა წყალი გვაქვს და დასაძინებელი ადგილი არ გვაქვს. მიზანი ისაა რომ ნახო შევძლებ თუ არა სამი სხვადასხვა იარაღით ცხოველების დაჭერას, რათა ამ კუნძულიდან გავიქცე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ ამ ტელეფონის გამოყენებას, დახმარების გამოძახებას და მათთვის ჩემი გადარჩენის თხოვნას. ზემოთ მხოლოდ ცოტა წყალი მაქვს რომ თავი გავიტანო. ეს არის მთელი წყალი რაც გვაქვს. აქ გვაქვს ჩვენი კამერის აღჭურვილობა, ბიჭები აქ ჭამენ, აქ ინახება ჩვენი ყველა იარაღი. აქ გვაქვს ჩვენი საცურაო ფარფლები და პატარა პორტატული ქურა. ესაა თითქმის ყველაფერი. ეხლა მინდა გაჩვენოთ იარაღი, რომელიც პირველი დღისათვის ავირჩიე. აი ეს ბიჭებო, ჩემი წყალქვეშა თოფია. ეს იქნება ყველაზე მარტივი იარაღი ამ გამოწვევაში. შეგვიძლია პირდაპირ ნაპირიდან შევცუროთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე საკვების დაჭერას. ეხლა ალბათ შუა დღეა, ასე რომ დაახლოებით 4 ან 5 საათი გვაქვს სანამ დაღამდება და მერე უნდა გავიგოთ სად ჯანდაბაში დავიძინებთ ამ კუნძულზე. არ ვიცი იქნება თუ არა იქ დიდი თევზი, ლობსტორი, ზვიგენი. მინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა გავიგოთ სად ჯანდაბაში დავიძინებთ ამ კუნძულზე. და თუ არსებობს რაიმე სახის, გონი ბუნებრივი ნაგებობები, რომლებსაც გამოვიყენებთ, თავშესაფარს ავაშენებთ, ან იქნებ წყაროც ვიპოვოთ, აღჭურვილობას დავტოვებ. დავიწყებ კვლევას. გვაქვს ჩვენი მაჩეტე. ეს საშუალებას მოგცემს რომ შევაგროვოთ რამე ხე-ტყე, ან თუ ნაპირთან ტალღების ზონაში რაიმე ცხოველს ვიპოვით, შევძლებთ მათი დაჭერას. მოусმინე, შეხედე ამ კუნძულს. მოდით რამდენიმე ასეთი ავიღოთ. შეხედე ამას. უბრალოდ ცოტა ნიჟარაც მომხვდა პირში. მაგრამ ძმაო, ეს ძალიან კარგია. ეს ნამდვილი ურჩხულია. მოდი გადავყლაპოთ. არ ვიცი რატომ იყო ეს მჟავე, ეს ძალიან კარგი არ იყო. ზექსის ენერგია ჭერამდე ადის, როცა 500 ესეთ რამეს შეჭამს. რაც თევზების სინამდვილეში აკეთებენ არის ის, რომ როცა მოქცევა იწყებს ამოსვლას, ისინი ამოდიან ამ ქვებზე და ჭამენ ამ ყველა ბარნაკს. როგორც კი მოქცევა ოდნავ ამოვა, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, რომ დავიწყოთ ნადირობა და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ გამოწვევაში პირველი იარაღით მონადირებას. დიახ, ეხლა პირდაპირ ვხინავ. გჭირდება რომ ზე გამოვიდეს. გპირდებით ბიჭებო, შარვალში არ ფსამ, მაგრამ ისეთი კარგი შეგრძნებაა, კაცო. მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია. აქ ცოტა ხილი არის, ასე რომ ნახეთ, ეს კაქტუსი აქ. ამ ხილის ჭამა რეალურად შეგიძლიათ. ნახეთ როგორ გამოდის წვენი. ღმერთო ჩემო, გარეთა ნაწილი არ უნდა ჭამოთ, რადგან მასზე პატარა ეკლებია, რომლებიც კანს ეწებება. ვაჭურავთ მას, უნდა შევძლოთ რომ უმეტესობა პირდაპირ პირში ჩავიდეს, ისე რომ ეკლები არ შეგვეწებოს. ეს ძალიან გემრიელია. გემოთი რაღაცით დრაკონის ხილს გავს. ოღონდ ცოტა მჟავე რომ იყოს. ეხლა ბიჭებო, მართლა მინდა ვნახო. შევძლებთ თუ არა მომდევნო რამდენიმე დღეში კარგი ზღვის პროდუქტების პოვნას. გულისხმობ დიდ თევზებს, ლობსტერებს, კალმარებს. ვერაფერი გადამირჩება. Baby Desert Isle, ხოლოდ მე და თქვენ ვართ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი საკვების დაჭერას. კარგი, წავედით. თუ ამ ჰარპუნით ეხლა ვერ დავითერ საკვებს, ნამდვილად პრობლემაში ვიქნებით. პირდაპირ კუნძულიდან ვცურავთ. არ ვიცი რას უნდა ველოდო აქ. წავედით. კარგი, ამას არ გამ არაფრით გამორიცხულია.
ხო, პატარავ, შეხედი ამ მარჯნის კალმახის ფერებს ახლა. კარგი, დავიწყებთ ამ ბიჭის გასუფთავებას. ეს ჩვენი ვახშამი იქნება. კარგი, ავიღოთ ჩვენი მარჯნის კალმახი. ეს უფრო მაჩეტეს გავს, რომლითაც ხეებს შრიან. თევზის გასუფთავებისთვის კი არა. მაგრამ ხოცი ჯერ კიდევ მოძრაობს და ეხლა დავიწყებთ ძვლისგან მოჭრას. გავატარებ დანას, შეგიძლიათ გაიგონოთ როგორ ეხება ძვალს, ვაგრძელებ დაჭრას. შემდეგ კი პირდაპირ კუდის უკანა ნაწილიდან მოვჭრი. ეს არის ულამაზესი კორალის კალმახის ფილე. ფაქტობრივად ამ ჩონჩხზე ხორცი აღარ დარჩა, ასე რომ გვერდზე გადავდებთ და გვაქვს ჩვენი ორი ნაჭერი. ეხლა ქვიშაში ჩავაგდე. ეხლა თითოეული ცხოველი ბიჭებო, თევზს შუაში სხვადასხვა ზომის სისხლის ზოლი აქვს და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად საერთოდ არ აქვს სისხლძარღვი და ამ სისხლის ზოლს ხშირად მეტალის გემო აქვს. ამიტომაც ბევრი თევზი არ ითვლება გემრიელად. ზოგი ადამიანი ამ თევზებს ოკეანეში ყველაზე გემრიელად მიიჩნევს, ასე რომ ვეღარ ვითმენ რომ გავსინჯო. პირველი დღის საჭმელი უკვე გვაქვს ძმაო. ხვალ უფრო რთული იარაღებზე გადავდივართ, ხორცს პირდაპირ მოვიპოვებთ. კანს ქვემოთ დავდე. ჯერ ცოტა ხანს ვაწყობ, მერე გადავაბრუნებ. ხედავ ხორცი ნელ-ნელა იწყებს ფერის შეცვლას. როგორ ჩანს? ამიტომ ვაკეთებთ ამას, კაცო. თევზი იხარშება, აქ ზევით ვართ, მზის ჩასვლის ატმოსფეროა, თითქმის მზადაა. შეხედე რა ფერია. შეგიძლია ნახო როგორ იშლება პირდაპირ. ლობსტერის ხორცს გავს. შეხედე ამას. აი აქ. მარჯნის ქორჭილა. უბრალოდ დაუჯერებელია. ეს ჩვენი საჭმელია, პირველი იარაღით მოპოვებული ბიჭებო, ხვალ-დილა ახალი დღეა და კიდევ ორი იარაღი გვაქვს, რომლითაც უნდა წავიდეთ. არის რაღაც იმაში, როცა კუნძულზე მარტო ხარ. ეხლა გმერთთან სიახლოვეს ვგძნობ თავს ბიჭებო, იცით? სწორედ ამისთვის ვცხოვრობთ. Baby of short tails. წავედით. აქ ნაპირთან ზვიგენი ყავს. ოღ, რამდენიმე დიდი ზვიგენია აქვე. ხედავთ მას? შეხედეთ აქა, აქვე. ეს სიგიჟეა ძმაო. მათ ძველი თევზის ნარჩენის სუნი შეუძლიათ იგრძნონ. იდეალურად. მინდა ხელით ვაჭამო. მაგრამ არ მგონია რომ ის შიგნით შემოვა. შეხედეთ მას. მზადაა, აქვეა. მოდის მისკენ. ოღ, ეს სიგიჟეა ძმაო, ეს გიჟური ამბავია. მზის ჩასვლისას ზღვასთან ზვიგენები დაცურავენ. პირდაპირ ხელით ყვებავ ზვიგენებს ნაპირთან ტავღებში. და ხვალ-დილით იქვე ვაპირებ ხვინთვას და ჩემს თევზს დავიჭერ. თან ცურავ ნაპირზე. ეს ყველაზე გონიერი საქციელი არ არის. დედამიწაზე მზე ჩადის. ჩვენ მხოლოდ ცოტა სინათლე დაგვრჩა. ვემზადები მოსალოდნელი ღამისთვის და ხვალ-დილით ისევ გავაგრძელებთ. ბიჭო, ახალი იარაღები, ახალი ცხოველები, ახალი თავგადასავლები და იმედია ცოტა ლურჯ ცასაც ვნახავთ. ეს ძალიან კარგია. ეს კოჰოებს მომაშორებს და ცოტა გამათბობს ამ ღამით. არ მქონია დრო რომ რაიმე სახის თავშესაფარი გამეკეთებინა და არც მგონია რომ მართლა მჭირდება. ამინდი საკმაოდ კარგია. აქვე გვაქვს ჩვენი ზურგჩანთა, ყველა საჭირო ნივთით, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა რომ უბრალოდ ჰაერით ავავსოთ იგი. ფაქტობრივად, აქვე გვაქვს პატარა საწოლი, მზეზე ჰორიზონტზე ჩადის, ჩემი ბინძური თავი კადრიდან უნდა გამოვიყვანო, აი ასე. ძმაო, კიდევ ერთი გიჟური დღე და ხვალ ისევ გავაგრძელებთ. სულიად ახალი იარაღები, ახალი ცხოველები, ახალი თაველები, ახალი თავგადასავლები. იცით, ქვიშაზე ძილის ამბავი ბიჭებო, ეს ბევრჯერ გამიკეთებია. ყოველთვის დაახლოებით 2 საათი კომფორტულად გეჩვენება და მერე ჩემი ხერხემალი საერთოდ ითიშება. ძმაო, ეს უკვე მოკვდა. ძმაკაცო, კატასავით გავიჭიმები და მზად ვიქნები, ძმაო. სულ რაღაცა 10 წუთი გვაქვს სანამ ბოლომდე დაბნელდება. თუ რამე უცნაური მოხდება ღამის განმავლობაში, აუცილებლად შეგატყობინებ. მაგრამ ხვალ-დილით, ძალიან ადრე, ისევ გნახავთ მეორე დღისთვის და ყველაფერი ბევრად უფრო გადარეული იქნება. მაშინ გნახავ. დილა მშვიდობისა მეგობრებო. უბრალოდ დილის ცურვა მომიწიარო. თელი ის ქვიშა მომეშორებინა მეგობრებო. გუში ღამით შუა ღამეს ძალიან აცივდა. ჰეი, პირდაპირ ვიყინებოდი. ხოლოდ ის მაისური მეცვა. გავიღვიძეთ ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ დღეს. კაცო, ამ თუთას ჩემი ხერხემალი ცოტა გადახრილი მგონია. ალბათ კორპის გახსნელის ჩრდილშიც კი დავიმალებოდი, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, კაცო. იმიტომ რომ ცა ლურჯია და დღეს ყველაფერი სუფთა და ნათელია. დღევანდელი მიზანია ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ბოლო 2 იარაღის გამოყენებას. მოდით ბანაკში დავბრუნდეთ.
ასე რომ ალბათ მხოლოდ აქამდე გვაქვს წყალი. ამ კუნძულზე წყლის შეგროვების სხვა გზა თითქმის არ მაქვს, არც ერთი ბუნებრივი წყარო არ არის. როგორც კი ეს წყალი დაგვიმთავრდება, ყველაფერი დასრულებულია. დილით ბიჭებო, ყველა ცხოველი ძალიან აქტიურია ჩვეულებრივ, წვრილი თევზი ზედაპირზე ამოდის და დიდი თევზებიც ახლოს არიან. ამიტომ ვფიქრობ, ეს იდეალური შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ნახოთ, შევძლებს თუ არა რაიმე საკვების მოპოვებას. ავიღეთ ხელი შუბს, პირდაპირ ამ კუნძულიდან გავალთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა რაიმე საუზმის მოპოვებას, რომ ეს წეული დღე დავიწყოთ. რა ჯანდაბა ესპანური მაკრელი შუბს წაეტანა. აღარც კი მაქვს ის. ეხლა ყველგან ზვიგენებია. ზვიგენები მოდიან, რადგან არეულობა ვიგრძენი, კანი აღარ მაქვს. ბიჭებო, ის რაღაც უბრალოდ გაფრინდა. ქამრის რელზე მიმაგრებული უნდა მქონოდა. არ მეგონა რომ ასეთ მეჩხერ წყალში დიდ ესპანურ მაკრელს უნახავდი რა. no. არ მჯერა რომ იარაღის გარეშე ნაპირზე უბრუნდები. მერთო ჩემო. მართლა ეხლა დავკარგე ჩემი შუბი. რა მოხდა ეხლა ძმაო? ვეძებდი ტრაუტ-ტასკის ტიპის თევზებს, რომლებიც მეჩხერ წყალში იყვნენ გაჭედილები და ამ დროს ორი დიდი ესპანური მაკრელი გამოჩნდა. მე კი ამ ხელის შუბით დაუმიზნე ორივეს. და ვფიქრობდი ალბათ შემეძლო მომეკლა. ხელი გავწიე და გავარტყი. ბუმ! შუბი პირდაპირ შეერჭო, მაგრამ ალბათ სხეულში მოხდა და თევზი მაშინვე გაიქცა. ძმაო, ვცდილობდი მისდევნა თავი ან თორპად ვიგრძენი, თითქოს ზურგზე პარაშუტი მქონდა. მე დავეწიე ძმაო. უბრალოდ ჩვენი იარაღი დავკარგე ბიჭებო, ოჰარა. როგორც კი იმ თევზს ვესროლე ნახეთ, ყველა ზვიგენი მოვიდა. მათი იგრძნეს აუზაური. ჩემს გარშემო ყველგან ზვიგენები იყვნენ, უჩვენებდი მათ შუა თითს. ბიჭებო, რა თქვით? ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს რაღაცა მაცვია აქვე და ამას ჩვენ ქამრის რელს ვეძახით. ეს არის რელი, რომელსაც ზედმეტი ძაფი აქვს ზუსტად ასეთი სიტუაციისთვის. პრობლემა ის იყო, რომ არ ველოდი 3 მეტრის სიღრმეში უზარმაზარი ესპანური მაკრელი დამენახა. არ მჯერა რომ ეს ახლა მოხდა ძმაო. დავთვლი ბიჭებო, კომენტარებში მითხარით თუ ფიქრობთ რომ უნდა დავითვალოთ თუ არა. თორემ ამ კუნძულიდან აღარასდროს წავალ ბიჭებო. კინაღა მხრის ოპერაცია დამჭირდა სანამ იმ რაღაცას ვსდევდით სურვით. მაგრამ თუ ფიქრობთ რა მოუვა იმ თევზს? ალბათ, ჩემი აზრით მე ეს დავარტყი, ის გაიქცა და მერე ზვიგენებმა უბრალოდ ნაწილებად დაგლიჯეს.
მაშინვე გიჩვენებთ მესამე და ბოლო იარაღს და ალბათ ეს ყველაზე მეტად მიყვარს ყველა იარაღ შორის ბიჭებო. ეს ფაქტობრივად ცალქვეშა მშვილდი და ისარია. უბრალოდ პირდაპირ აქ შედიხარ ამ ხვრელში, ტენაუმას და მერე მაგარი ერთობაა. Baby. ეს რაღაც ისეთი მაგარია, კაცო. წყლის ქვეშა მშვილდი და ისარი მოდის. უნდა ავამაღლო ტესტოსტერონის დონე, მას შემდეგ რაც 800 კილოჯოული. დავხარჯეთ იმ ესპანური მაკრელის დევნაში. მიეცი კარგი ძველი საპი, ოკეანის გემო, პატარა ბიჭებო. ფიქრობ ეხლა გავიდეთ თუ არა, რადგან ვიცი აქ ბევრი ზვიგენია, მაგრამ თქვენ იცით, უნდა გავიდეთ. ბოდის მშვილდი და ისარი. ჯანდაბა წავედით პატარა. გონია რომ ეს მშვილდი და ისარი უფრო რთულია ვიდრე ჩანს. ეს ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე ჩანს ამ შვილდით და ისრით. მისია ჩავარდა, შუბი ვერ ვიპოვე, თევზი ვერ დავიჭირე. რაც ახლა ვფიქრობ, ცოტა უნდა დავისვენო. ძალა აღარ მაქვს. რამე უნდა დავლიო. ძალიან რთულია ამ შვილდით და ისრით. ერთადერთი რასაც ვარ ვყამდი, უბრალოდ ჰაერი იყო. ალბათ ახლა უკვე შუა დღეა, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში სანამ ზეჩავა, რამე საჭმელი უნდა ვიშოვოთ ბიჭებო. იმიტომ რომ წყლის ბოთოლში მხოლოდ ამდენი წყალი დამრჩა და არ მინდა აქ დავჩე თუ არ მომიწევს. შეხედეთ ამას. ეს ქუდარი კიბორჩხალაა, რომელიც ნაპირზე გამორიხა. პატარა კიბორჩხალის ნაჭერი. ეს არ იყო სასიამოვნო. ეს საკმაოდ კარგი ხედვაა. აქ შეგიძლიათ ნახოთ სად ყვინთავდით ამ სანაპიროს გასწვრივ და ეს არის ის პლაჟი, სადაც ცურავდით. შემდეგ როგორც ჩანს პირობები ახლა გიждდება. ქარი ჩადგა, ხედავთ რომ მოქცევა საკმაოდ მომატებულია. იქ ყველაფერი ბროლისავით სუფთა ჩანს. თითქმის აღარ მაქვს ხალი, მხოლოდ ცოტა დამრჩა და ვცდილობ რაც შეიძლება მეტად შევინახო. ბიჭებო, ეს ჩვენი ბოლო შანსია დავასრულოთ ეს ბოლო იარაღი და გავეცალოთ აქედან. მიმედოვნებ რომ შევძლეთ რაიმე ცხოველის დაჭერას მშვილდით და ისრით. ყველანი პირდაპირ მივდივართ იქ. მშვილდი და ისარი, წავედით.
ხო, იდეა ასეთია. Another weapon. No! Woo! Yeah, baby. ეს გემრიელია. ხმევთო ჩემო, ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო იქ. დღეს გამიჭირდა, ეგ უეჭველია. მაგრამ მაინც დავიჭირეთ თევზები. ეს ლამაზი პატარა კამბალა დავიჭირე შუბით. თქვენ ნახეთ როგორ მოძრაობდა ქვიშაზე და კიდევ ეს პატარა ვირთებსაც დავიჭირეთ აქვე, მაგრამ ის მშვენიერი იქნება. ცეცხლზე. თქვენ ნახეთ ის უზარმაზარი ესპანური მაკლები, რომლებიც მოდიოდნენ. რამდენიმე მათგანი მეც დავინახე. შევწიე შუბი უკან და ვიფიქრე, გავაკეთო თუ არა. მერე ჩემ თავს უთხარი, არა, ელფრეში ორი არახს ვერ დავკარგავ, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა. ძმაო, რატო ყოველთვის მაშინ მხედავ საუკეთესო თევზს, როცა ყველაზე ცუდი იარაღი მაქვს, კაცო აქვს. კაცო, მოვახერხეთ. შეიძლება დიდი არ იყოს ბიჭებო, მაგრამ რაღაცა მაინც დავიჭირეთ, ზუსტად ჩემსავით. ისე გაგვიმართვა რომ გუშინ კარგი საჭმელი ვჭამეთ ბიჭებო. იმიტომ რომ ეხლა ისე მშია, მთელი დღე არაფერი მიჭამია. ისეთი მშია რომ დაბალზე მფრინავი იხვიც კი შევჭამდი. ეხლა უბრალოდ სწრაფად დავალაგებთ ამ ყველაფერს და ყველაფერს მოვიშორებთ. კარგი, თავი და შიგნეულობა მოვიშორეთ, ეგ არაფერი გჭირდება. რაც დაგვრჩა, ესაა მხოლოდ ტანი, რომელიც სავსეა ხორცით. იგივეს გავაკეთებ კამბალასთანაც, უბრალოდ ეს კამბალები თითქმის მთლიანად ხორცის ფირფიტას გავს. როცა ისინი ახალგაზრდები არიან, თვალები ორივე მხარეს აქვთ, მაგრამ ასაკთან ერთად თვალი გადაადგილდება და ერთ მხარეს გადადის. ისინი ქვიშაში წვანან და თავიანთი დიდი პირით სხვერპს ისრუტავენ. ახლა თავს მოვაჭრი და აქედან გავიტან მეგობარო. ორი თევზი მზად გვექნება, რომ პირდაპირ ტაფაზე დავდოთ. ბოდი ესენი პირდაპირ დავდოთ აფაზე, მოусმინე როგორ შუშხუნებს ძმაო. ხო, ეს თევზები შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ ეს ნამდვილი გამარჯვებაა. თევზი ტაფაზე გვაქვს. როგორ გამოიყურება ახლა? ყველაფერი. ალბათ უკვე 15 წუთია, რაც მზადდება. ეხლა შეგიძლია ნახო, რომ საკმაოდ კარგი ფერი აქვს. ფიქრობ მზადაა, ხო ასეა? აქვე დავდებ. ფიქრობ ამ კამბალით დავიწყოთ. შეხედე რა ხორცი აქვს, კარგი. მოდი გავსინჯოთ. ეს ძალიან გემრიელია, ძმაო. შეგვიძლია უბრალოდ ასე ამოვიღოთ მათი ჩონჩხი, მოვიშოროთ და მეორე მხარე მთლიანად ხორცია. მოდით ვცადოთ ეს ვირთევზა, ბიჭებო, ვნახოთ როგორია ვირთევზა. ხორცი საკმაოდ კარგად გამოიყურება. მოდი გავსინჯოთ. ვაუ, ეს ძალიან გემრიელია. მგონი კამბალა ყველაზე კარგია, ბიჭებო. აშკარად ცოტათი ჯოთის ჯობს ვირთევზას.
კარგი საქმე გააკეთეთ, გამოწვევა დასრულებულია. ეხლა შეგიძლიათ წამიყვანოთ, წავიდეთ. ზე ჰორიზონტზე ჩადის და ჩემი ტრანსპორტიც აქ არის. ჩვენ ეს შევძელით. ერთი კუნძული, 3 განსხვავებული იარაღი. დრო აქედან წავიდეთ. არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა და შემდეგი გიჟური თავგადასავლის დროს შევხვდებით.